ჩაფიქრებული სურვილი როგორ მოგვარდება. მოგვარდება ჩაფიქრებული სურვილი. ენერგია არ არის აქ წინსვლისთვის. ძირითადად ყოველ შემთხვევაში ამის შანსი ნამდვილად გაქვთ და ძალიან ძლიერადაც გახართ, უბრალოდ ენერგია არ არის აქ საკმარისი. მოძრაობა ხო? მოძრაობთ. აქ ცოტა რო გითხრათ, რომ ეს ჩაფიქრებულ სურვილი ესე წკაპო და მოგვარდეს არ არის. აქ გიწევთ გადაადგილება, ბრძოლა, შრომა, გადაწყვეტილების მიღება, ძალიან ბევრი ადამიანებთან შეხვედრები, შეიძლება კომუნიკაცია რაღაცეებზე, ну რა ვიცი. კარგი, რატომ არა გაქვთ ეს მოძრაობის ენერგია თითქოს ბარიერის გარღვევის თავი თუ რაღაცა გაწდება აქ. რაღაც ტრანსფორმაცია ხდება, ანუ ნახეთ, მე ასე ვიტყოდი, რაზგომს იღებს თემა არის აქ. ეს არის მომენტალური შეჩერება. მე უფრო მგონია, რომ აქ პირიქით ძალიან დიდი ტრანსფორმაცია ხდება თქვენი. და მომენტალურად, აი, თუ წამოდგებით, ადროვეთ, ასეთ დროს უნდა ადროვოთ საკუთარ თავს. ზოგადად, რომ იცოდეთ, მოკლე გაშლა მინდოდა, მაგრამ და უნდა ადროვოთ საკუთარ თავს. თუნდაც ის დასვენება მოусმინოთ შინაგან ხმას და მიხვდებით თქვენ როდის რა უნდა გააკეთოთ. ასე გეტყოდით, კარგით. რატომ აგვიანდება მაშინ ამ საქმეს მოგვარება ეს მითხარი და მე კონკრეტულად რატომ აგვიანდება? თქვენი ემოციური ფონი ზოგჯერ არის ისეთნაირად მომართული, თუ გაიფიქრებთ დავუშვათ, რომ დღეს არაფერი გამოვა, იცოდეთ, რომ რაღაც ესე გავლენა აქვს ამ ყველაფერს თქვენს ფიქრს. ნახეთ, მე ასე გეტყოდით, ყოველ შემთხვევაში შეიძლება სრულიც აგვიანდება, მაგრამ ძალიან ბევრს გააკეთებთ. სანახევროდ კი არა, ვიღაცას ამ ბოლომდეც კი ფიქსირდება, მაგრამ აი სანახევროდ არა, ცოტა მეტი. აი ძალიან ბევრს გააკეთებთ თქვენ და გამოგივათ ეს. ისურვებთ